როგორც იცით, ამერიკამ 90 დღით შეაჩერა დაფინანსებები სხვადასხვა ქვეყნის, მათ შორის საქართველოს და ამაზე კობახიძე ამბობს, რომ იმედია უფრო დიდი ხნითაც შეგვიჩერებენო. ეხლა გეტყვით, რა პროექტები დაუფინანსებია ამერიკას და ევროკავშირს საქართველოსთვის. შესაბამისად, რა პროექტების დაფინანსების შეჩერება უხარია კობახიძეს და რა პროექტების დაფინანსების შეჩერება უნდა რომ გაგრძელდეს. მაგალითად, აშშ-ს საელჩომ დააფინანსა გელოციის რეაბილიტაცია, რაც დაუჯდათ $600,000. დადიანების სასახლის დაცვა $300,000, სასკოლო განათლების გაუმჯობესება $100 მილიონი, 226 ახალი ავტობუსი თბილისში, 22 მილიონი ლარი, საავტომობილო გზების მშენებლობა, მილიარდ 608 მილიონი ლარი და ევროკავშირის 10 ყველაზე მსხვილი ბენეფიციარი საქართველოში იცით ვინ არის? ანუ ევროკავშირი ყველაზე ბევრ ფულს იცით ვის აძლევს საქართველოში? პირველ ადგილზე მათ შორის არის რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო ადგილობრივი თვითმმართველობები. ეს არის 111 მილიონი ევრო. ფინანსთა სამინისტრო 101 მილიონი ევრო. თავდაცვის სამინისტრო 62 მილიონი ევრო. და რა გამოდის რუსული კანონის გათვალისწინებით უცხოეთის გავლენის ყველაზე დიდი აგენტი საქართველოში თვითონ საქართველოს მთავრობა? გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტრო და სააგენტოები 57 მილიონი ევრო. მოკლედ აქ არის ჩამონათვალი ყველაზე ბოლოს არის მთავრობის ადმინისტრაცია 7 მილიონი ევროთი, შინაგან საქმეთა სამინისტრო, განათლების მეცნიერების ახალგაზრდობის სამინისტრო და ასე შემდეგ. ანუ ამ ყველაფრის დაფინანსების შეწყვეტა უხარია ადამიანს, რომელიც არის დღეს პრემიერ-მინისტრი. ეკლესიების, კულტურული მემკვიდრეობების, სიწმინდეების, განათლების, თავდაცვის, განვითარების, ეკონომიკის, იმ პროექტების შეჩერება უხარია კობახიძეს, რაც ეხმარება ქვეყანას წინ წასვლაში. და ანუ კი არა შეცეს გონია, რომ საერო საქმეს ეგენი აკეთებენ და ჩვენ ვებრძვით ქვეყანას.